შეხვედრა პრეზიდენტთან სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. თქვენც აღნიშნეთ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ვეტერანები, ორგანიზაცია ფარის წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მუშაობდნენ და შესაბამისად გარკვეულ ინფორმაციას და ცოდნას ფლობენ სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კრიზისულ ვითარებაში. როგორც ის ადამიანები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ვინც შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ქვეყანა ახლა არის სამართლებრივ და პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც ქართულმა ოცნებამ შეიყვანა და ყველა ჯგუფი ახლა საზოგადოების ცდილობს იპოვოს გარკვეული გამოსავალი და ერთ-ერთ გამოსავლად ვეტერანები პრეზიდენტს თავაზობენ, რომ შეიქმნას სახალხო ფორუმი, ეს იქნება გაერთიანება, სადაც ყველა ჯგუფს, რომელიც ჩართულია საპროტესტო და წინააღმდეგობის მოძრაობაში, ეყოლება საკუთარი დელეგატი და შესაბამისად ერთიანად განსაზღვრავენ იმ სტრატეგიას, რომლითაც უნდა ებრძოლოს საზოგადოებამ ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ გეგმებს და სხვადასხვა სცენარებს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. Რა თქმა უნდა, ეს საკუთარი ხედვა ვეტერანებმა გააცნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ჯერჯერობით კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ისინი ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ საკითხებზე მუშაობა მომდევნო დღეებში გაგრძელდება. ჩვენ გავუწევთ ჩვენი ხედვა, ჩემი შეფასებით და ჩვენი შეფასებით შეხვედრა ორივე მხრისთვის ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ მოусმინეთ პრეზიდენტის მხარეს, პრეზიდენტის მხარე მოусმინა ჩვენ და ჩემი შტაბეჭდილებით ორივე შეხედულება ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და დავგეგმეთ მომავალი ნაბიჯებით. მოლოდინი მე ისამაქ, რომ ფორუმში გაერთიანდება ქართული საზოგადოების მიერ დელეგირებული ხალხი, რომელიც შესაბამისად სწორდა ერთადერთად სწორდა ძალიან ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს იმისათვის, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო უახლოეს მომავალში, როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან და წავიდეთ წინ. მე ფიცმად დადებული სამშობლო წინაშე ვაღიარებ მხოლოდ იმ პრეზიდენტს, რომელიც ხალხის მიერ არჩეული და ლეგიტიმურია, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა მას ექნება, სანამ ახალი არჩევნების შემდეგ არ აირჩევა ახალი პრეზიდენტი. საჭიროა ერთიანი ფორუმი სახალხო ლეგიტიმაციით. ძალიან მარტივი თემაა წინააღმდეგობის ფრონტი სახალხო ფორუმის ფორმატით, რაც უფრო მეტი საზოგადოებრივი ჯგუფი გაერთიანდება, მით უფრო დიდი იქნება ლეგიტიმაცია და მით უფრო ჯანსაღი იქნება პოლიტიკური პროცესი. ეს არის მხოლოდ ჩვენი წინააღმდება, ეს არ არის უკვე შემდგარი ფაქტი, არის სხვა წინააღმდებები და რომელიც წინააღმდეგაც მოიპოვებს მხარდაჭერას, იმ წინააღმდეგების ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ ყველა. რეალურად ეს არის ერთ-ერთი გზა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიქმნას, ასაკვირველია, ამან უნდა შეიძინოს სერიოზული გრავიტაცია, რომ წარიმართოს პოლიტიკური პროცესი სწორად და ასევე წინააღმდეგობის პროცესი. ამ უზურპატორ ხელისუფლებაზე ზეწოლის პროცესი წარიმართოს დროულად, ეფექტურად და შედეგიანად. ეხლა რა იგულისხმება ამაში, ხო? სიტუაციურად ყველა უნდა შევხედოთ, ყველა ვიყოთ ორგანიზებულები, მობილიზებულები, არა მარტო რაღაცა ცენტრის დონეზე, არამედ მთელი საზოგადოებას. ცენტრი უნდა დაეხმაროს საზოგადოებას, რომ ეს მობილიზება მოახდინოს, იმიტომ რომ ჩვენ ესენი რა ძალებითაც გვიპირისპირდებიან და რა სცენარებსაც გვიმზადებენ, ამისთვის ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ გზა.